პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტსაც გამოეხმაურა. რაც გუშინ მიხილეთ ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც უსტავაზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 9 აპრილს 1999 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. ეს ამ გუშინდელმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა ისაც ჩვენ ვიხილეთ ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები აქვს და ღრმა პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი. ჩვენ ნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი, სისხლია, მოისაც იქ ხედავდით და რომელიც წინა დღეებში, მათ შორის ქალბატონ მომჯარიას NGO წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის არამისაღები პირების, ასე ვთქვათ, მისვლისთვის რუსთაველზე ერთი და თავარი მიზანი რაც იყო, რომ ამითი მათ უნდათ პროვოცირება მოეხდინათ დაპირისპირების საზოგადოების შორის. და ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ რაც მათ ვერ მიაღწიეს თავისთაწყალს, თავად დაიწყეს ძალადობა. ამიტომ პრობლემა არის არა ის, რომ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას. პრობლემა არის იმ დონორებში, რომელიც ამ ყველაფერს აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციებს ხალხ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული NGO-ს რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან. ასევე კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს. ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი. შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან.